მანია პასუხობდა. საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას 2006 წელს მიუერთდა, თუმცა მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა ამ დრომდე დედაქალაქშიც ვერ ხერხდება. ამის გამო პრობლემა პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოზე მისულ ეტლით მოსარგებლე პირებსაც შეექმნათ. მერეში ამბობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისათვის ქალაქში გარემო სრულად ადაპტირებული მხოლოდ 2021 წელს იქნება. უკაცრავად და მე რომ ის ხმა მაღლა არ მეთქვა, ეს საქმე ისევე კულისებში ჩაფარცხდებოდა და ბოდიშით კიდევ ერთხელ შეიძლება ძალიან ცუდად ვამბო, მაგრამ ქართულ ადამიანს თავში თუ არ ჩაუკაკუნე, ისე არაფერს არ გააკეთებ. მერაბ დუკაშვილი სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოზე მისულმა აღმოაჩინა, რომ სცენამდე დაუბრკოლებლად ვერ მივიდოდა. ამიტომ პროტესტის ნიშნად სპორტის სასახლე მეგობრებთან ერთად დატოვა. საჭიროების და მიხედვით მე რომ თქვა დაამჭიროებოდა გამოსვლა, ისევე უნდა ყოფილიყავი მე სათრევი თქვათ, როგორ თქვათ, ობიექტი, რაც მე არ მინდოდა, რაც მე ყოველთვის ვეწინააღმდეგები, რაც ჩემში არ ზის. მე არ მინდა ვიღაცამ მატაროს. მომხდარს უკვე გამოეხმაურა სახალხო დამცველის ოფისი. ომბუდსმენის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები მსგავს პრობლემებს ყოველდღიურად აწყდებიან. თუ უფრო გავშლით ამ შეფასებას, ეს ზოგადად ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საზოგადოების სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიურ და ღირსეულ მონაწილეობაზე. სპორტის სასახლეში მომხდარ გაუგებრობას რატი იონათამიშვილიც შეესწრო. როგორც შეზღუდულ შესაძლებლობათა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი აღნიშნავს, რომ პრობლემა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. არც ეტლი, არც თეთრი ხერჯოხი არ არის პრობლემა არის ის გარემო, რომელიც გვზღუდავს ჩვენ და არ გვაძლევს დამოუკიდებლად გადაადგილებისა თუ არჩევანის გაკეთების საშუალებას და ეს საკითხები უფრო კომპლექსურად უნდა წყდებოდეს. თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის პროგნოზი გრძელვადიანია. ავთო სუმბაძე ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის ქალაქში გარემო სრულად ადაპტირებული 2021 წლისთვის იქნება. ამას სახელმწიფოს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობათა მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციაც ავალდებულებს. საქართველოს პარლამენტმა მისი რატიფიცირება 2013 წელს მოახდინა. წელსვე ვიწყებთ მუნიციპალური შენობების ადაპტირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. ასევე გვაქვს პროგრამაში ასე ვთქვათ გარკვეული სახის ლიფტების მონტაჟი მიწისქვეშა გადასასვლელებზე. რამდენად არის ადაპტირებული ქალაქის გარემო ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის და გადაადგილდებიან თუ არა ისინი დაბრკოლებების გარეშე. წესით ახლა მე უნდა მოძრაობდე, რადგან ეს პლატფორმა სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ ეტლით მოსარგებლებმა ამ მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობას სრულად შეძლონ. ერთი შეხედვით ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ამ მოძრავ პლატფორმას ერთი ნაკლი აქვს. ის უბრალოდ არ მუშაობს. ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ რატიფიცირებით ნაკისრი ვალდებულებები არ სრულდება. მხოლოდ ფურცელზე განხორციელებული რაღაც ცალკეული ღონისძიებები თუ გაკეთდა, რაღაც გაიწერა, მაგრამ აი ამ გაწერილის, ამ დაპირებების, რომელიც შეიძლება კონკრეტულ, ასე ვთქვათ, სამოქმედო გეგმებში იყოს გამოხატული, ამის შესრულების პრობლემაა რეალურად დღეს. ამ დროისთვის საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10% შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.